დონალდ ტრამპი კრემლის აგენტია თუ არა. აღმოჩნდა, რომ ამ ვერსიას სერიოზულად იძიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები. თეთრმა სახმა გუშინ გაასაჯაროა და გამოაქვეყნა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს შიდა დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებს, ბიურო ოფიციალურად სრულფასოვანი კონტრდაზორვითი გამოძიების დონეზე ამოწმებდა ვერსიას იმის შესახებ, იყო თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ გადაბირებული აგენტი. გამოძიებას ჰქონდა კოდური სახელწოდება Oxford Comma და ის დაიწყო 2017 წლის მაისში. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა მიზეზის გარეშე გაათავისუფლა მაშინდელი FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი, ასეთი გამოძიების არსებობა უკვე არც ჭორი და არც ინსინუაცია, არამედ დოკუმენტირებული ფაქტია, დაფიქსირებული FBI-ის ოფიციალურ შიდა დოკუმენტებში. და ეს მაშინვე გახდა საწვავი ყველასთვის. იმ კონსპიროლოგებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ დონალდ ტრამპი ნამდვილად რუსეთში გადაიბირეს, და ის მთელი ეს დრო კრემლისთვის მუშაობდა. მაგრამ ნუ იჩქარებთ ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანას, რადგანაც ის თუ როგორ წარადგენს დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამ FBI-ის დოკუმენტების გამოქვეყნებას და ის რაც რეალურად წერია ამ დოკუმენტებში, ეს ორი სხვადასხვა ისტორია და მათ ცალ-ცალკე უნდა გავერკვეთ. რადგანაც არსებობს მკაფიო შეგრძნება, რომ თეთრი სახლი მაინც სურს გარკვეული თეთრი ლაქები დატოვოს ამ ისტორიაში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს ბნელი თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ უახლოვდებით 300,000 გამომწერის ნიშნულს, ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მაშასე, გრიფ მოხსნილი სამსახურებრივი ჩანაწერების მიხედვით, FBI ოფიციალურ გამოძიებას ატარებდა იმ საკითხზე, მოქმედებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როგორც რუსეთის აგენტი და შეეძლო თუ არა მოსკოვს მისი გადაბირება. დავიწყოთ თავად დოკუმენტებით, რომლებიც წინადრეს გამოქვეყნდა. ძირითადი დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული Opening Electronic Communication, დათარიღებულია 2017 წლის 16 მაისით. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, რაც კომი 9 მაისს გაათავისუფლეს, ამ დოკუმენტით FBI ოფიციალურად ხსნიდა სრულმასშტაბიან გამოძიებას მოქმედი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიმართ. მემორანდუმში გამოყენებული ფორმულირება ასე ჟღერს, ციტატა. FBI ხსნის სრულმასშტაბიან გამოძიებას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომლებიც გონივრულად მიუთითებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი შეიძლება იყოს ან ყოფილიყო შეგნებულად ან შეუგნებლად. ქართული საქმიანობაში რუსეთის ფედერაციის მთავრობის ინტერესებში ან მისი სახელით, რაც შეიძლება წარმოადგენდეს ფედერალური სისხლის სამართლის კანონმდებლობის დარღვევას ან შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს. და შემდეგ დოკუმენტში მითითებულია თავად ამ შემოწმების დაწყების გადაწყვეტილების დასაბუთებება. კვლავ ციტატა. ამ დროისთვის წარმოდგენილი ფაქტებისა და გარემოებების საფუძველზე FBI მიიჩნევს, რომ ამ გამოძიების გახსნა არის ყველაზე ნაკლებად ჩარავითი მეთოდი ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული რისკის აღმოსაფხრელად, რომელიც გამოწვეულია სავარაუდო საქმიანობით. ანუ FBI-ის აგენტები განიხილავდნენ კონკრეტულ სცენარს. FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლება, რომელიც იმ მომენტში სწორედ ხელმძღვანელობდა ტრამპის შტაბისა და რუსეთის კავშირების გამოძიებას. თავისთავად შეიძლებოდა ყოფილიყო ქმედება, რომელიც მოსკოვის ინტერესებში ჯდებოდა, მიუხედავად იმის გაცნობიერა ეს თავად დონალდ ტრამპმა, თუ მოქმედებდა ბრმად, როგორც თავად ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დოკუმენტშია ფორმულირებული, გაუცნობიერებლად იყო ჩართული რუსეთის ინტერესების მომსახურებაში. ნიშნულოვანია ის კონტექსტით, რომელშიც ეს გამოძიება საერთოდ არსებობდა. ეს იყო უფრო დიდი საქმის, სახელად Crossfire Hurricane-ის განშტოება. იმავე პოლიტიკურად ფეთქებად საშიში გამოძიებისა, რომელიც ეხებოდა ტრამპის საარჩევნო შტაბის სავარაუდო შეთქმულებას კრემლთან 2016 წელს. საბოლოოდ საქმე ხაზს უსვამს სახელწოდებას Oxford Comma დაიხურა 2019 წლის აპრილში. მალევე მას შემდეგ, რაც სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა. მიულერის გამოძიებამ თავად გამოიწვია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე დონალდ ტრამპის გარემოცვაში მყოფი პირების წინააღმდეგ. მაგრამ მისი საბოლოო ანგარიში არ დაადგინა შეთქმულება ტრამპის შტაბსა და რუსეთს შორის.
ამასთან ანგარიშმა პირდაპირ არ მოხსნა პრეზიდენტისგან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ეჭვები, მაგრამ არც ბრალდება წაუყენა. მთლიანობაში ისტორია დაუსრულებელი დარჩა. ეხლა კი როგორ წარადგენს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ფაილების გამოქვეყნებას თავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია. აქ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ზუსტად გავერკვეთ მოტივებსა და გამოქვეყნების თარიღებში, რადგან ეს უბრალოდ ასე არ ხდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი პასუხობდა კითხვაზე, რატომ უხსნია სწორედ ახლა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ამ დოკუმენტებს, რომლებიც ადრე გამოძიების სენსიტიურ მასალად იყო მონიშნული, საიდუმლო გრიფს, განაცხადა მან. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავალა თეთრი სახლის მთავრობის გამჭვირვალობის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს გამოავლინოს ადრე არ გახმაურებული მტკიცებულება იმისა, რასაც ადმინისტრაცია სახელმწიფო სტრუქტურების მის წინააღმდეგ, ანუ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, იარაღად გამოყენებას უწოდებს. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, როგორც კი სამუშაო ჯგუფი ასეთ მასალებს პოულობს და ხსნის მათ საიდუმლო გრიფს, ინფორმაცია საჯარო ხდებოდა იგზავნება კონგრესში. თვითონ თეთრი სახლის განცხადება, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, მთელი ისტორია საპირისპიროდ არის ფორმულირებული. არა როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ტრამპის საფუძვლიანად იყო ეჭვიტანილი, არამედ როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ფედერალური ბიურო FEBR მიზანმიმართულად დევნიდა მას პირადად. მიუხედავად საკუთარი საწინააღმდეგო მტკიცებულებებისა, აქ საინტერესო ისტორია ეხლა განვიხილოთ. თითქოს თავად ბიუროში უკვე ესმოდათ, რომ პირდაპირ მტკიცებულებები ტრამპის რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის შესახებ არ არსებობდა, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ სხვადასხვა გამოძიებებს და ახალებსაც კი ხსნიდნენ. თეთრი სახლის ვებგვერდზე მითითებულია ციტატას ვკითხულობ. ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ 2017 წლის მაისში გახსნა სისხლის სამართლის გამოძიება, რომელიც მიზანმიმართულად იყო მიმართული დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. ან მტკიცებდნენ, რომ ახალდარჩეული პრეზიდენტი შესაძლოა მოქმედებდა როგორც რუსეთის აგენტი, როდესაც მან გაათავისუფლა იმ დროის დირექტორი ჯეიმს კომი. მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს საკუთარი მტკიცებულებები იმ დროს აშკარად აჩვენებდა, რომ კრემლთან შეთქმულება არ არსებობდა, შემდეგ განისაზღვრება. გამოძიება ეფუძნებოდა მტკიცებას, რომელიც ადრე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ხრის საკუთარ აგენტთა უმეტესობამ უკვე უარყო. ამ თეზისის დასადასტურებლად თეთრი სახლის და დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მედია ავრცელებენ კონკრეტულ მიმოწერას თავად FEBR-ში. აი ისინი ერთ კონკრეტულ შემთხვევას აჩვენებენ და ამბობენ, მოусმინეთ, აი იყო ორი აგენტის მიმოწერა და ის პირდაპირ მიუთითებს, რომ თითქოს FEBR-ის შიგნით ესმოდათ, რომ საქმე არაფერია. ისე არაფერს გამოიწვევდა, მაგრამ მაინც გახსნეს საქმე და დაიწყეს გამოძიება. ესე იგი, ბიუროს დირექტორის მოადგილე პიტერ სტრაზოკი თავის კოლეგა ლიზა პეიჯს 2017 წლის 19 მაისს, ანუ ფაქტობრივად საქმის გახსნიდან 3 დღის შემდეგ, ელექტრონულ წერილს უგზავნის. Oxford.com წერდა, რომ მისი ყურადღება და შინაგანი შეგრძნებები აჩვენებს, რომ იქ არაფერი სერიოზული არ არის. ასევე აღნიშნულია, რომ ამ გამოძიების გახსნის მომენტისთვის FEBR-ის აგენტებმა უკვე გააბათილეს ეგრეთ წოდებულ სტილის დოსიე. ეს არის დოკუმენტი, რომელშიც ტრამპის რუსეთისთან კავშირებზეა საუბარი, შედგენილი ყოფილი ბრიტანელი მჟღერავის მიერ. და უკვე მოხსნილი იყო ეჭვები ტრამპის ეროვნულ უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველ მაიკლ ფლინზე შეთქმულებაში. ცალკე აღნიშნულია, რომ ბიურო გაფრთხილებული იყო. საქმის ფიგურანტი კარტერ პეიჯი სიამდვილეში CIA-ის ინფორმატორი იყო და არა რუსეთის რომელიმე მსახური, როგორც ეს თავდაპირველად იყო წარმოდგენილი. მოკლედ, ყველა არგუმენტი მიუთითებს იმაზე, რომ ვერ გაერთმე. FBI-ში სიამდვილეში ეს იყო CIA-ის გამჟღავნებული აგენტი, მაგრამ იფიქრეს, რომ ეს იყო რუსეთის აგენტი და მოკლედ ვერ გაერთმენ და გახსნეს საქმე. არის ერთი საინტერესო ტექნიკური დეტალი, რომელიც უკვე ცალკე განხილვის საგანი გახდა. გამოძიების სახელწოდება, როგორც ცოტა ადრე დავაზუსტე, არის Oxford.com. როგორც მიხვდით, მასში აშკარა ორთოგრაფიული შეცდომაა სიტყვა ოქსფორდში. ანუ O-ს ნაცვლად წერია Oxford, Oxford-ი. და არა Oxford, Oxford-ი. ასეთი შეცდომის მიზეზი უცნობია, მაგრამ ზოგი კომენტატორი ვარაუდობს, რომ FBI განზრახ იყენებს ასეთ დამახინჯებულ წერას. ასეთ სვრის ასოებს ციფრები დოკუმენტების კოდურ სახელებში, სწორედ იმისთვის, რომ გაართულოს დოკუმენტების მოძიება
ოფიციალური ინფორმაციის გამოთხოვისას. ანუ მაგალითად ვიღაც იტყვის, მოგვაწოდეთ Oxford.com-ის დოკუმენტები. იწყებენ ძებნას. თქვათ Google-ში, ანუ იგულისხმება შიდა ბაზებში. აკრეფენ Oxford.com-ს და ასეთი Oxford.com-ი არ არსებობს. არსებობს Oxford.com-ი და თითქოს არავის მოუვა აზრად სწორედ ასეთი კომბინაცია ჩაწეროს. ამ ისტორიის შემდგომი ინსტიტუციური ბედი ძალიან საჩვენებელია. რადგან ამით ყველაფერი არ დასრულებულა. მიულერის გამოძიების დასრულების შემდეგ იმდროინდელმა გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ჯონ დარემს დაავალა. ჩაეტარებინა ცალკე შემოწმება იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეპაინთლიანობაში რუსეთის გამოძიება. აი ეს დარემი 2023 წელს მივიდა დასკვნამდე, რომ ბიუროს არ ჰქონდა საკვარისი ფაქტობრივი საფუძველი სრულმასშტაბიანი გამოძიების დასაწყებად. Crossfire Hurricane. და რომ ბიურომ გადაუხვია საკუთარ ჩვეულ სტანდარტებს, გამოავლინა მიკერძოება პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. მაგრამ აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ უილიამ ბარი გენერალურ პროკურორად სწორედ დონალდ ტრამპმა დანიშნა, ასე რომ ისიც შეიძლებოდა ყოფილიყო მიკერძოებული. მაგრამ უკვე საპირისპირო მიმართულებით. გაგრძელება. ეხლა კი მოდით განვიხილოთ, როგორ ჯდება ამ მასალების გამოქვეყნება FBI-დან ბევრად უფრო გრძელ და ჯერ კიდევ დაუმთავრებელ ისტორიაში დონალდ ტრამპისა და ჯეიმს კომის დაპირისპირების შესახებ. რადგან ეს კონფლიქტი უკვე თითქმის 10 წელია გრძელდება და დღემდე კიდევ უფრო მწვავდება. მაგრამ ისინი ვერაფერში კონკრეტულად ვერ ადანაშაულებენ ერთმანეთს და ბოდიში ვერ ასამართლებენ. დონალდ ტრამპის დროს იუსტიციის სამინისტრომ ამ წლის აპრილში ჯეიმს კომის კვლავ წაუყენა სისხლის სამართლის ბრალდება. ეს უკავშირდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც გაკეთდა 2025 წელს, სადაც ფებარის ყოფილმა დირექტორმა ატვირთა ფოტო ნიჟარების, რომლებიც განლაგებული იყო ციფრებად 86-47. რესპუბლიკელების ნაწილი, განსაკუთრებით მაგას მოძრაობიდან, იმ დროს ამ პუბლიკაციას აღიქვა როგორც დაფარულ მუქარას დონალდ ტრამპის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ. თითქოს ციფრი 47 იკითხება როგორც პრეზიდენტის ნომერი, ხოლო 86 სლენგზე ნიშნავს ლიკვიდაციას. შესაბამისად, კომის მიმართ ბრალდებები, პრეზიდენტის მიმართ მუქარები და მუქარის გადაცემა შტატთაშორისი კომუნიკაციის საშუალებით წარადგინა 5 თვის შემდეგ, მას შემდეგ, როგორც მოსამართლემ დახურა უფრო ადრე დაწყებული იუსტიციის სამინისტროს საქმე კომის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა კონგრესისთვის ცრუჩვენების მიცემასა და რუსეთის ჩარევის გამოძიებისთვის ხელის შეშლას, აქ უკვე აშკარად ჩანს დონალდ ტრამპის პირადი სურვილი, როგორმე დასაჯოს ჯეიმს კომი. მაგრამ ბოლომდე გასაგები არ არის ზუსტად რისთვის ცდილობს მას დასჯას და რა მეთოდებით. ზოგადად ეს ისტორია იმ სურათის გამოქვეყნებით, სადაც 47-86 წერია ჯერ კიდევ გრძელდება. და როგორც ხედავთ, მას არაუბრალოდ პრეზიდენტის მიმართ მუქარა უწოდეს, არამედ კიდევ ერთხელ მოვიყვან ამ ფორმულირებას. მუქარა პრეზიდენტის მიმართ და მუქარის გადაცემა შტატთაშორისი კავშირის საშუალებით. ანუ გამოდის, რომ სოციალური ქსელები შტატთაშორისი კავშირის საშუალებებია. აი მოდი ასე ვთქვათ, თუ კომი ესეთი საშიშია, მაშინ რატო ვერ ახერხებს სასამართლო მის დამნაშავედ ცნობას? თითქმის 10 წელია ეს ისტორია გრძელდება. ამიტომ კონსპიროლოგებს ისე უჩნდებათ კითხვები. ყველაფერი გაგვიმხილეს FBI-ს ამ ახალ დოკუმენტებში. გაგრძელება. რასაც ამ ყველაფრიდან შეიძლება მაქსიმალურად ობიექტურად ვთქვათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია ობიექტურად. დადასტურებული და დოკუმენტირებული ფაქტი ასე ჟღერს. 2017 წლის მაისში FBI-მ ოფიციალურად გახსნა კონტრდაზვერვითი გამოძიება მოქმედი აშშ-ს პრეზიდენტის მიმართ. მისი შესაძლო, მათ შორის გაუცნობიერებელი რუსეთის მთავრობის ინტერესებში მუშაობაზე. ეს დადგენილია თავად FBI-ს გასაიდუმლოებიდან მოხსნილი დოკუმენტით. ეს არ არის ჭორები, არ არის ჟურნალისტები, არ არის როგორც ამბობს ტრამპი, fake news-ი. ეს კონკრეტული დოკუმენტია. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ გამოძიება დასრულდა ბრალდებების წარგენის გარეშე, ხოლო პარალელურ და უფრო მასშტაბური მიულერის გამოძიებამ არ დაადგინა ტრამპის საარჩევნო შტაბის შეთქმულება რუსეთთან. მაგრამ საქმე ბოლომდე არც ამან დახურა. აი აქ-აქედან მიწყება ერთი და იმავე ფაქტების ორი კონკურენტი ინტერპრეტაცია და ორივე აქტიურად ვრცელდება საჯარო სივრცეში.
როგორც მიხვდით, ნებისმიერ ინფორმაციათან ნაკრებს შეიძლება სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს. და აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ორი ინტერპრეტაცია. პირველი, რომელსაც თავად ტრამპის ადმინისტრაცია იცავს, ასე ჟღერს. საკუთრივ გამოძიების დაწყების ფაქტი მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბიუროს ზოგიერთი აგენტი უკვე ეჭვობდა ამ ვერსიის სერიოზულობაში, ამტკიცებს, რომ FBI განზრახდა მიკერძოებულად დევნიდა არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს. ანუ ეს პუბლიკაცია არ ადასტურებს ეჭვებს ტრამპის კავშირებზე რუსეთთან. პირიქით, წისუთხრის ნდობას თვითონ გამოძიების და თვითონ FBI-ის მიმართ. მაგრამ ფაქტობრივად ეს ვერსია ეფუძნება ერთი FBI-ის აგენტის მიმოწერას მეორე აგენტთან, რომელიც წერს, რომ მისი შინაგანი შეგრძნება ეუბნება, რომ ეს სერიოზული საქმე არ არის. კარგი, შინაგანი შეგრძნება ცოტა უცნაური არგუმენტია. მეორე ინტერპრეტაცია, რომელიც გამომდინარეობს მთელი Crossfire Hurricane-ის საქმის ისტორიიდან, ის ასე ჟღერს. ბიუროს მიერ სრულფასოვანი იურიდიულად დასაბუთებული გამოძიების ოფიციალური გახსნა სწორედ იმ საკითხზე მუშაობდა თუ არა პრეზიდენტი უცხო ქვეყნის სასარგებლოდ. თავისთავად საკმაოდ ექსტრაორდინარული მოვლენაა ამერიკის სპეცსამსახურების ისტორიაში. მის შემდგომი შედეგის მიუხედავად. ეს ასახავს იმ მომენტში, სადაზვერო თანამეგობრობაში არსებულ შეშფოთების სერიოზულობის დონეს. მიუხედავად იმისა, შემდეგში დადასტურდა ეს შეშფოთება თუ არა. თითქოს თვითონ ეჭვების ფაქტი უკვე იმსახურებს ყურადღებას. ბოლოს და ბოლოს ეჭვები უბრალოდ ასე არ ჩნდება. მეგობრებო, თქვენ რომელ ინტერპრეტაციას უჭერთ მხარს? გთხოვთ დაწერეთ კომენტარებში ამ ვიდეოს ქვეშ. აქ წერტილებს დავაკანებ. დაწერეთ თქვენი აზრები, თქვენი დასკვნები კომენტარებში ვიდეოს ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიცლეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, შეგიძლიათ ფინანსურად დაეხმაროთ ნებისმიერი დონატით ან სპონსორობით, პირდაპირ აქ, YouTube პლატფორმაზე. ყველა ბმული და ყველა რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან პირდაპირ ვიდეოს ქვეშ დააწექით სპონსორობის რილაქსს. და აუცილებლად დააწექით გამოწერის რილაქსს. თუ თქვენ უყურებთ ჩემს გამოშვებებს და ჯერ კიდევ არ გაქვთ დამოწერილი არხი, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.